სკოლაში არ გოწოვირი. ვისაც ამ პატარა გოგონას ცრემლები შესაძლებელია ბევრი ადამიანისთვის გულისხმიერების სიმბოლოდ იქცეს. ის განაწყენებულია მის მიმართ, ვინც ახლად დაბადებული უმწეო ლეკვები ნაგვის ბუნკერში ჩაყარა და მიატოვა. შემთხვევა ზესტაფონში, საყავრიის უბანში, კოსტავას ქუჩაზე მოხდა, როცა რამდენიმე დღის წინ ბუნკერში ჩაყრილი უმწეო ლეკვები უბნის ბავშვებმა შენიშნეს, ამოიყვანეს და შეძლებისდაგვარად მოუარეს. რამდენიმე საათის შემდეგ უკან მიბრუნებულებს კი ლეკვები ადგილზე აღარ დახვდათ. უბანში ეჭვი აქვთ და ამ მოსაზრებას იზიარებს ცხოველთა უფლებადამცველი ეკატერინე ცხადაძეც, რომელმაც აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა სათაურით. მარტო ამ ბავშვის ცრემლები არ უნდა შეგრჩეს. ეკატერინე წერს, რომ ერთხელ უარყოფილები მეორედ გადასვა ვიღაც არა ადამიანმა, მეორედ გაწირა სიკვდილისთვის და მეორედ ატკინეს პატარებს გული. სამწუხაროდ ეს ფაქტი დადასტურდა გუშინდელი პოსტითაც. მე ვერ აუარე გვერდი იმ ვიდეოს, რომელიც ერთ-ერთმა მშობელმა ჩამიგდო მისი შვილის ემოციების გამომხატველი. ეს ტირილი აი დღემდე ყურში მაქვს და ალბათ მთელი სიცოცხლე არ დამავიწყდება. ბავშვებმა იზრუნეს თავიანთი პატარა ხელებით, შეუქმნეს პატარა მყუდრო გარე მოჩასვეს, ყუთში დაუთბუნეს, იზრუნეს საკვებზე და მე აღმოჩნდა, რომ უკვე ეს პატარა ცხოველები ვიღაცამ კვლავ მოიპარა და კვლავ გაწირა სასიკვდილოდ. და ვინც დაინტერესდება, ყველა შეუძლია ჯგუფში ნახოს ეს პოსტი. მე მოუწოდებ მშობლებს, რომ მაქსიმალურად ეცადონ თავიანთ შვილებთან ერთად შეიყვარონ ეს პატარა არსებები, ეს უენო ცხოველები, მიეჩვიონ მათთან ერთად თანაცხოვრებას, სულ ცოტა მცირეოდენი განათლება მიიღონ ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ კი რამე დახმარება დასჭირდებათ, მე მზად ვარ მათ დავეხმარო ფინანსურად, მორალურად, ფიზიკურად, თუ კი რამე შესაძლებლობა მექნება. მაქსიმალურად გქონდეთ კონტაქტი ჩემთან, რომ მასიურად დავიწყოთ სტერილიზაცია, კასტრაცია ჩვენს ქალაქში და ამასთან დაკავშირებით მივაწოდებ ინფორმაციას, რომ მერიას ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან გამოყოფილი აქვს 15,000 ლარი ოდენობით თანხა, რომელსაც განკარგავს ჩვენი ზესტაფონის კეთილმოწყობის სამსახური და აქტიურად ვარ ჩართული სტერილიზაცია, კასტრაციის პროგრამაში და აქტიურად კურირებ აყვანას და ჩამოყვანას მიუსაფარი ძაღლებისას, რომ აღარ გამრავლდნენ ქუჩაში და უკონტროლო გამრავლება გამოიწვევს მათ შემცირებას და მოსახლეობას მოუწოდებ, რომ როგორმე შეძლონ თუნდაც თანადაფინანსებით ჩემი ჯგუფის სახელით მე ვპირდები მათ დახმარებას, ვისაც არ აქვს შესაძლებლობა გააკეთოს სტერილიზაცია, კასტრაცია, მით უმეტეს როცა გვაქვს ჩვენ ქალაქში ამის ფუფუნება, რომ ადგილზე გავაკეთოთ ოპერაციები და დავეხმარები ყველანაირად. რომ აღარ ყავდეთ ეს არასასურველი ლეკვები მათმა მიუსაფარმა ცხოველებმა აღარ გააჩინონ და მსგავს ფაქტებს აღარ წავაწყდეთ ყოველ ფეხის ნაპირზე. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში უპატრონო და მიკედლებულ ცხოველებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების მიზნით ახალი პროგრამა დაიწყო. ის ამ ეტაპზე საპილოტია და ქვეყნის 3 რეგიონს აჭარას, იმერეთსა და კახეთს მოიცავს. დაგეგმილია მიუსაფარი ცხოველების კასტრაცია, სტერილიზაცია, საჭიროების შემთხვევაში ცოფზე აცრა და სხვადასხვა დიაგნოსტიკური ტესტირება. საპილოტო პროგრამის მიმართ უფლებადამცველებს შენიშვნებიც აქვთ. მიუსაფარი ძაღლების პრობლემა ზოგადად ქალაქში კი არა, ქვეყნის მასშტაბით არის მოუგვარებელი. თუმცა მინდა ჩემთან სასიხარულოდ თქვა, რომ მარტო მე არა ვარ ზესტაფონში, ძალიან ბევრი ადამიანი ყვებავს და შემიძლია ჩამოთვალო სახელები და მაბედნიერებს მათი არსებობა ჩემს ქალაქში, მაგრამ პრობლემა იმდენად ღრმა, ესამდენი ადამიანი ვერ წვდება მათ ყვებას, ვერ წვდება მათ საჭიროებებს. იმდენად მრავლად არიან ქუჩაში გადმოსმულები. გექნებათ ინფორმაცია, რომ თვითონ ჩვენი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება საპილოტო პროგრამა. საპილოტო პროგრამის ფარგლებში გამოყოფილია 4,833,500 ლარი და ამ ეტაპზე ეს პროგრამა ხორციელდება იმერეთის, აჭარისა და კახეთის რეგიონებში და კონკრეტულად იმერეთიდან ჩვენი ქალაქიც მოხვდა ამ პროგრამაში, მაგრამ პროგრამა მიდის ძალიან ბევრი გადაცდომებით, აქტიურად გვაქვს პარლამენტთან კავშირი, საპარლამენტო წარმომადგენლობასთან აქტიურად ვაწვდით ცხოველთა დამცველები ინფორმაციას, რა არის გამოსასწორებელი და იმეც ვიტოვებ, რომ ეს თანხა მიზნობრივად დაიხარჯება და შედეგიც ძალიან მალე დაეტყობა არა მარტო ჩვენს ქალაქს, არამედ მთელ ჩვენ ქვეყანას. ახალი შანსები და გამარტივებული წესები ახლად არჩეულ საკრებულოებში. საკითხი ფრაქციებს ეხება. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის გათვალისწინებით ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ საკრებულოს წევრებს უფლება არ აქვთ
ერთზე მეტი ფრაქცია შექმნან. ქართული ოცნების ინიციატივით კი კოდექს დროებითი ნორმა ემატება, რომლის ამოქმედების შედეგად მომდევნო არჩევნებში არჩეულ საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე ფრაქციის შექმნის შესაძლებლობა ჩნდება როგორც საკრებულოს წევრობის უპარტიო კანდიდატისთვის, რომელიც შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წევრობას დატოვებს და სხვა პარტიაში გაწევრიანდება. გარდა ამისა, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, სადაც საკითხი პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს, კიდევ ერთი ინიციატივა დადგა, რომელიც საკრებულოებში კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის შემოღებას ითვალისწინებს, რათა საკრებულოს საქმიანობა კიდევ უფრო მოქნილი გახდეს. ნოდო სვიანაძე მსოფლიო ჩემპიონატიდან მშობლიურ ქალაქს ბრინჯაოს მედლით დაუბრუნდა. ახალგაზრდებსა და ჭაბუკებს შორის ინდონეზიაში გამართულ სამბოს პირველობაზე ის მძიმე წონოსანთა შორის ასპარეზობდა. ამბობს, რომ მეტი შეეძლო, თუმცა მესამე სინჯის მედალი, რომელიც მოიპოვა, მისთვის კიდევ ერთი სერიოზული სპორტული წარმატება, სტიმული და გამოცდილებაა, რომელსაც სამომავლოდ აუცილებლად გამოიყენებს. ინდონეზიაში ქალაქ ბოგორში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი სამბოში, სადაც მძიმე წონის კატეგორიაში ვიასპარეზე, ჩავატარე 4 შეხვედრა, 4-დან 3 წარმატებით გავიარე და დავიკავე მესამე ადგილი. რაც შეეხება შედეგს, მოლოდინი უფრო მეტი იყო, მაგრამ დაუმარცხდი სამწუხაროდ მინიმალური უპირატესობით და ვეცდები რომ მომავალში ჩემი შედეგი გავაუმჯობესო, რადგან ამ შედეგით მე არ ვარ გაყოფილი. წლევანდელი წელი დასრულდა, ჭაბუკებში ვარ მოგეხსენებათ და ახალგაზრდებში გადავედი ახლა და მომავალი წლიდან ვეცდები რომ ახალგაზრდებში გავაკეთო უკეთესი შედეგი, ვიდრე წელს ჭაბუკებში გავაკეთე. მინიმალური უპირატესობით დაუმარცხდი და ამის უფრო მეტის რომ არის საჭირო, რომ პირველი ადგილი აიღო და ეს არ არის სოფლიო ჩემპიონატის პროშეჯიბრი არ არის, ეს არის სოფლიო ჩემპიონატი და რა თქმა უნდა კონკურენციაც უფრო ძნელი არის და უფრო ძნელია ვიდრე ევროპის ჩემპიონატი, ასე ვთქვათ. ერთ კვირაში შეუდგები ის შრომას, რა თქმა უნდა უფრო და უფრო მეტი მონდომებით, იმიტომ რომ უფრო მეტი შრომა არის საჭირო, რომ რა თქმა უნდა სოფლიო ჩემპიონი გახდე და არა მარტო სოფლიო ჩემპიონი, რომ იყო ასე ვთქვათ, კარგი მოჭიდავე და უფრო კარგი შედეგები გააკეთე.